ახლა პარლამენტის წინ ვიმყოფებით, სადაც მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, აქ შეკრებილები აპროტესტებენ იმას, თუ რაც მიმდინარეობს დღეს საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი ირჩევს მეექვსე პრეზიდენტს საქართველოსა და როგორც აქ შეკრებილი აქციის მონაწილეები ამბობენ, საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, შესაბამისად ვერ იქნება ლეგიტიმური ვერც ის ერთადერთი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი, რომელსაც დღეს საქართველოს პარლამენტი აირჩევს. მათ პროტესტის ფარგლებში მოიტანეს ფეხბურთის ბურთები და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ აქ რუსთაველის გამზირზე ისინი თამაშობენ ფეხბურთს და სხვა თამაშებს ბურთებით. საკმაოდ ბევრი ბურთი მოიტანეს და როგორც თავად ამბობენ, ეს ბურთები სწორედ საქართველოს მომავალი პრეზიდენტის ერთადერთ კანდიდატს, რომელიც ქართულმა ოცნებმა წარადგინა, მიხეილ ყაველაშვილს ეძღვნება. როგორც თავად ამბობენ, საქართველოში სპორტი ბევრად უფრო მეტად ფასობს, ვიდრე განათლება და შესაბამისად მათ აქ მოიტანეს ფეხბურთის ბურთები. ვერთობით რო არ გავციუდეთ და ხალხი კარგ განწყობაზე რომ იყოს ამ რთულ პერიოდში, ვერთობით თამაშობთ და გვიხარია. და შეკრებილები ვართ უკვე მესამე კვირა იწყება, რაც აქ შეკრებილები ვართ, ყველასთვის ნათელია უკვე მოთხოვნები, გადადგეს ხავრობა, გადადგეს ქართული ოცნება, დაინიშნოს ხელახალი ვადამდელი და მიუკერძოებელი არჩევნები. სადაც ყველას ექნება უფლება აირჩიოს საკუთარი ნებით პოლიტიკური სუბიექტი. ჩვენ სპორტის სასახლესთან ვართ ახლა შეკრებილები რუსთაველზე ხო გადმოიტანეს და ჩვენი ქვეყნის სპორტის სასახლის ხელმძღვანელს ვირჩევთ. მნიშვნელოვანია რომ სპორტში ერკვეოდეს და აი მოვიტანეთ ის დიპლომები, რითიც ჩვენი პრეზიდენტი, არა დე ფაქტო პრეზიდენტი არის გამორჩეული. არის ხის ხმა აქვს რომ ნახოთ აი რომ შეამოწმოთ ზუსტად ისეთი როგორც ალბათ მათი გონება და ასევე მოტანილი გვაქვს აი ეს პინგვინები, რომელიც წარმოადგენს იმ ფერმას, რაც შიგნით ხდება. აქ ხო ერთგვარი კოლაბორაცია გვაქვს ფერმის და სპორტსმენების რაღაცა და მწვრთნელი არ არის დღეს თურმე როგორც ვიცი მე პარლამენტში ჯერჯერობით მოსული თვითონ ფერმის ხელმძღვანელი და ველოდებით რომ ვანახოთ რომ ხვდებით და გვესმის რომ ცოტა სერიოზულადაც რა ვთქვათ ხო რაღაც კალიგულას როლს თამაშობს უკვე იმან რომ ცხენი შეიყვანა ისე შემოგვიყვანა ეს 300 კაცი ამ პარლამენტში და ბევრი რამ გამოგვივლია, ბევრი რამ გადაგვილახავს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, იმიტომ რომ ეს ყოველთვის გვარჩენდა ჩვენ ქართველებს ეს იუმორით, რომ შევხედოთ სერიოზულ პროცესებს და ჩვენ ვცდილობთ რომ ვუთხრათ, რომ არ გამოვა რა, უბრალოდ არ გამოვა, იმიტომ რომ აქ ვართ ადამიანები, ვინც სწავლობთ, ვიბრძვით, ვშრომობთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს ევროპული მომავლის მქონე და ესე ოკუპირება გაუკეთო შენი ქვეყნის პარლამენტს და ბორდერს არავინ, მაპატიეთ, საზღვარს არავინ არ იცავდეს და ნაძვის ხეს იცავდეს მთელი ბატალიონი, ეს არ გამოვა რა და ამას ვაკეთებთ ჩვენ აქ. აქ შეკრებილი აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ვერ იქნება ლეგიტიმური, თუმცა ასევე ისინი აპროტესტებენ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურასაც, რადგან როგორც თავად ამბობენ, მას არ გააჩნია უმაღლესი დიპლომი, არ გააჩნია შესაბამისი განათლება იმისთვის, რომ მან ის გაუძღვეს საქართველოს როგორც პრეზიდენტი. სწორედ ამიტომ ფეხბურთის ბურთების გარდა მათ ასევე აქ მოიტანეს თავიანთი დიპლომები, ის დიპლომები, რომლებიც მათ უნივერსიტეტში მიიღეს და ამითი უნდათ რომ აჩვენონ რომ სწავლა და განათლება მნიშვნელოვანი არის, როგორც თავად აქციის მონაწილეები ამბობენ, ის ფაქტი რომ ქართულმა ოცნებამ წარადგინა კანდიდატი, რომელსაც არ გააჩნია დიპლომი, აუფასურებს განათლების მნიშვნელობას და როგორც თავად ამბობენ, იმ შემთხვევაში თუ აირჩევენ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილს, რომელსაც არ გააჩნია დიპლომი, ისინი ხაზს გადაუსვამენ ყველა იმ დიპლომს, რომელიც ქართველ მოსახლეობას აქვს აღებული. ეს არის კონსერვატორიის დიპლომი, ერთ-ერთი პროფესიით ვარ მე ვიოლინე. კიდე ერთი დიპლომი მაქვს მასწავლებლის, რომელიც ჯერ არ გამომიტანია და ჯერ კიდე სტუდენტი ვარ, თესავში ვსწავლობ ეკონომიკაზე. ამით იმის კვებიდა, რომ ჩვენ პარლამენტში გვჭირდება განათლებული, კვალიფიციური კადრები და არა უბრალოდ კარგი თამადოები ან კარგი ჰაბიტუსის მქონე პირები. ასევე მასწავლებლად მუშაობ ბოლო რამდენიმე წელია და შარშან ერთი ჩემი მესამე კლასელი მოსწავლე ყოველდღე მეკითხებოდა, რომ ფეხბურთელობა მინდაო და რაში მჭირდება, მაგალითად მუსიკა ან რა ვიცი, მათემატიკა ან ნებისმიერი საგანია და ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით, ისთვის იყო სწავლა საჭირო. და ეხლა
არ ვიცი რა უპასუხო. ქართული ოცნება მიზანმიმართულად უკარგავს ფას განათლებას და ირჩევს სრულიად გაუნათლებელ პრეზიდენტს. მინდა ვაჩვენო ყაველაშვილს დიპლომი და მინდა ვაჩვენო ქართული ოცნების პროპაგანდას, რომ იქით მხარეს დგას სიბნელე და გაუნათლებლობა, ხოლო განათლება, რომელსაც ყოველდღიურად ისინი უკარგავენ ფას და ეს გახადეს უბრალო ქაღალდის ნაგლეჯი, აი ეს ფურცელი, აი ეს განათლება დგას ამ მხარეს და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში განათლებამ დაკარგოს ფასი. ეს არის ჩემი დღევანდელი მესიჯი და გზავნილი. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია საკმაოდ მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს, საკმაოდ ახალი ისტორიაც, როგორც ხედავთ, აქ ისინი თამაშობენ სხვა თამაშებს ბურთებით და მიუხედავად სტუდი ამინდისა დილის საათებიდან მოყოლებული იზრდება აქციის მონაწილეების რაოდენობა, აქ მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ ის ადგილი, სადაც ნაძვისხი არის აღმართული და სადაც დღეს ნაძვისხე უნდა აინთოს არის შემოფარგლული სამართალდამცველებისა და პოლიციელების მიერ, ასევე არის ჯებირები და აქციის მონაწილეებს არ შეუძლიათ ამ ადგილზე გადასვლა, ასევე ხაზგასასმელი არის, რომ ორივე ქუჩაზე, პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე, ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე არის პოლიციის და სამართალდამცველების კორდონი მობილიზებული, 9 აპრილის ქუჩაზეც ასევე ძირითადად არიან აქციის მონაწილეები და ასევე რუსთაველის გამზირზე, ასევე ხაზგასასმელია, რომ თავისუფლების მოედანზე მობილიზებული არის 3 წლის ჭავლის მანქანა და სხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფების აღჭურვილობები, არის რამდენიმე საპოლიციო მანქანაც და სხვადასხვა პოლიციელი შეინიშნება. შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე საკმაოდ ბევრი სამართალდამცველი არის, თუმცა ამ დროისთვის აქცია საკმაოდ მშვიდ გარემოში, საკმაოდ ხალისიან გარემოში მიმდინარეობს. Euronews ჯორჯიოს გუნდი კი რჩება ადგილზე და რა თქმა უნდა გააგრძელებს აქედან ახალი ინფორმაციების მოწოდებას.